სამყაროს ერთობის კანონი. მამა აბსოლუტის გზავნილი 25 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარლო შვილებო. დღეს მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებაში დედამიწა და მის ორბიტაზე არსებული სხვაგან ზომილების სამყაროები თქვენს გალაქტიკაში არსებულ სხვა პლანეტებთან და ცივილიზაციებთან. როგორც უკვე იცით ჩემო ძვირფასებო, ერთობის კანონი არის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი კანონი, ამიტომაც როგორი განსხვავებული და სხვადასხვა პოლარობისაც არ უნდა იყოს ცივილიზაციები დედამიწაზე თუ სხვა პლანეტებზე, ისინი მაინც დაკავშირებული ერთმანეთთან განუყოფელი ძალებით. შეიძლება ითქვას ნათესაური კავშირებით. ეს სიახლოვე მდგომარეობს იმაში, რომ ღვთაებრივი სულები გამუდმებით ენაცვლებიან ამდით გალაქტიკურ სივრცეში და იბადებიან ხან იქ, ხან აქ. ზოგჯერ ჩადიან სპილზე, ხოლო ზოგჯერ წარმოუდგენელ სიმაღლეზე აფრინდებიან. ყოველი სულის ევოლუციის გზა იმდენად რთულია, რომ მესამე განზომილების ადამიანის ცნობიერებას ძალიან უჭირს მისი მოცვა. ძალიან რთული და მრავალდონიანია დედობრივი სულის სტრუქტურა, რომლის ნაწილებით ათასობით არიან დაბადებული სხვადასხვა პლანეტებსა და ცივილიზაციებში. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ახლა იწყებს ევოლუციის გზას, ხოლო სხვები ავიდნენ იმ დონეზე, როდესაც შეუძლიათ სამუდამოდ დარჩენ ნატიფ სამყაროებში და აღარ დაიბადონ ფიზიკურ სხეულებში. თუმცა ისინი ყველანი იმყოფებიან ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. ალბათ ყველაზე კარგად იმუშავებს ხესთან შედარება, სადაც ხისტანი არის დედობრივი სული, მსხვილი ტოტები, სულები, რომლებიც მსახურობენ ნატიფ სამყაროებში, ანგელოზები, მთავარანგელოზები თუ ამაღლებული ოსტატები. წვრილი ტოტები, ძველი და გამოცდილი სულები, რომლებიც დაბადებული არიან სხვადასხვა პლანეტებსა და ცივილიზაციებში, რათა მიიღონ დედობრივი სულისთვის საჭირო გამოცდილება ფიზიკურ სამყაროებში, ხოლო ფოთლები სრულიად ახალგაზრდა სულები, რომლებაც ახლა დაიწყეს ევოლუცია. ამგვარად ერთი სულის ნაწილები იმდენად განსხვავებული და ენერგეტიკულად შეუთავსებლები არიან, თუმცა როგორ ახერხებენ ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებას. მათ თამაში ეხმარება ენერგეტიკული მეხსიერება, რომელიც ვლინდება სულ უფრო და უფრო ნათლად იმასთან ერთად, რაც სული იღებს გამოცდილებას და გადის ერთი ინკარნაციიდან მეორეში. ამგვარად ღვთაებრივი ენერგიები ხეების საკვების წვენებით მსგავსად ავსებს ჯერ მსხვილ ტოტებს, შემდგომ უფრო ნატიფ ტოტებსა და შემდგომ ფოთლებს. ამიტომაც ნატიფ სამყაროებში მყოფი ამაღლებული ოსტატები უკვე ფლობენ ყველა ღვთაებრივ ცოდნას ძველი სულები დედამიწაზე, მხოლოდ ახლა იხსენებენ მას და იწყებენ არსებობის აზრის ჩაწვდომას, ხოლო ახალგაზრდა სულები ჩაფლულები არიან დაბალ ვიბრაციებში, რათა გაიარონ თავიანთი ევოლუციის გზა შეცდომების დაშვების გზით, შეიცნონ სიხარულისა სადგივარიც, დაბალი ნევებით და სულიერი აღმაფრენებით. ზოგიერთი სული ვერ უძლებს ასე რთულ გამოცდებს, რომლებიც თავად აირჩიეს დაბადებამდე და ეცემიან იმდენად დაბლა, რომ წყვეტენ არსებობას. არიან სულები, რომლებიც გარდაცვალების შემდგომ ფრაგმენტირდებიან, ხანგრძლივად რჩებიან ასტრალურ სამყაროებში და იქ აგრძელებენ თავიანთ ევოლუციას. ხოლო არიან ისინი, ვინც ბრუნდებიან სახლში და როდესაც აღიდგენენ ძალებს, ირჩევენ თავიანთ ღვთაებრივ ასპექტებთან ერთად თავიანთ შემდგომ ბედს. ისინი ისევ და ისევ იბადებიან, რათა შეასრულონ თავიანთი ამოცანები. სულის გზა უსასრულოა როგორც დროში, ასევე სივრცეში, როგორც უსასრულოა თქვენი სამყარო, სადაც დრო და სივრცე როგორც ასეთი არ არსებობს. მე ვსურს ჩემო საყვარლებო, რომ იცოდეთ თუ რამდენად ახლობლები ნათესავები ხართ ყველანი ერთი მეორესთვის, რომლებიც ცხოვრობთ სხვა პლანეტებსა და სამყაროებში, როგორც თქვენს გალაქტიკაში, ასევე მთელ სამყაროში. ეს სამყაროები შეიძლება იყოს განსხვავებული, როგორც მაღალგანვითარებული, ასევე პრიმიტიული. სწორედ ამიტომაც უნდა მოეპყროთ ნებისმიერ ცოცხალ არსებას, ნებისმიერ ცივილიზაციას, როგორც ახლობელ საყვარელ ნაწილს, რომელიც გადის თავის განუმეორებელ გზას. ყოველ თქვენგანში ერთი სისხლია სამყაროსეული ენერგია, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ყოველ თქვენგანში არის განსხვავებული ვიბრაციის. თუმცა თქვენს ძალებშია, რომ ასწიოთ საკუთარი ვიბრაციები, ან დასწიოთ, რითაც შეძლებთ შეცვალოთ საკუთარი რეალობა, ან დააჩქარეთ, ან ანელებთ საკუთარი სულის ევოლუციას. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.